ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვახტანგ ღამბაშიძეა, რომელიც მეორე ვადით ხელმძღვანელობს ამ მოწვევის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს. ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონის თვითმმართველობაში 2014 წლიდან მუშაობს. მისი თავდაპირველი პოზიცია გამგებლის მოადგილის თანამდებობა იყო. 2017 წლიდან კი ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. მმართველი გუნდის პოლიტიკის გაგრძელებას ვახტანგ ღამბაშიძე ამჯერად აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი ხელმძღვანელის პოზიციიდან შეეცდება. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო მმართველ გუნდს ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს ამ გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რადგანაც მომცეს შანსი და შესაძლებლობა იმის, რომ ვემსახუროთ ჩემ მშობლიურ ქალაქს და ერთობლივი ძალისხმევით მრავალი კარგი საქმეების განხორციელებას შევუწყოთ ხელი. მერობის კანდიდატები ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 63 მუნიციპალიტეტში 11 აგვისტოს დაასახელა, მათ შორის იმერეთის მუნიციპალიტეტშიც. მისი თქმით 12-დან 9 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები მოქმედი მერებიან მოვალეობის შემსრულებლები არიან. ორში საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეები, ერთგან კი ქართულმა ოცნებამ არჩევანი პარტიულ ფუნქციონერზე შეაჩერა. იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებლებს წარმოადგენენ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია ქუთაისში დავით ერემეიშვილი, საჩხერეში ლევან ივანაშვილი, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხარაგაულში კობალ ურსმანაშვილი, თერჯულაში მანუჩა რობაქიძე, მანში ალექსანდრე გოგორიშვილი, სამტრედიაში დავით ფახტაძე, ხონში ლადო ჯურხაძე, წყალდობოში გენადი ბალანჩივაძე. ბაღდადში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდადის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, ზესტაფონში ასევე საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, ხოლო ტყიბულში დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩვენი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მმართველ გუნდში კი როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, სრული მოლოდინია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს მმართველი პარტიის კანდიდატები მოიგებენ.